საქართველოს ბანკში სტუდენტური სესხით სარგებლობა შეუძლია 20-დან 70 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს, ასე ვთქვათ, ფიზიკურ პირს. ამავდროულად არ არის ავადმყოფი, რომ ცესხებელი იყოს სტუდენტი. მინიმალური შემოსავალი ეს არის 200 ლარი. რაც შეეხება მოკლედ ვიტყვი სესხის პირობებს, ესე იგი ლარში სესხი დაიცემა 200 ლარიდან, როგორც აღნიშნე, მინიმალური თანხა, მაგრამ ვადები მინდა აქ აღნიშნო, ეს იქნება 3 თვიდან 36 თვემდე. რაც შეეხება ვალუტას, იგივე დოლარსა და ევროს, ეს არის მაქსიმუმ 60 თვის ვადით. საკმარისია მხოლოდ წარმოადგინონ პირადობის მოწმობა და ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან. საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული სტუდენტი, ასე ვთქვათ, საჩუქრად მიიღებს ბანკისგან ერთ უნივერსალურ ანგარიშს, ერთ ბარათს, გადაიცემა საჩუქრად დისტანციური პროდუქტები უფასოდ და ამ რამდენიმე ვალუტაში მას ეძლევა შესაძლებლობა განთავსებულ თანხებზე მიიღოს პროცენტების სარგებელი. ამავდროულად კიდევ უნიკალური შანსი იმისა, რომ გახდეს სტიპენდიანტი, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ბარათის აქტიური გამოყენების შემთხვევაში. და კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, ისინი ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფებით მუნიციპალურ ტრანსპორტში, იგივე მეტრო თუ ავტობუსი.